მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. ეთერშია სოლო. სხვათაშორის აი ამ ბოლო პერიოდში სულ ფიქრობდი, ძალიან ბევრს საუბრობდი ჩემს მეგობრებთან, განსაკუთრებით იმ ხალხთან, ვინც ფაქტობრივად ოპონენტები კი არა, ჩემი სტუმრები გახდებოდნენ ესეთ მუსიკალურ მიმდინარეობაზე, ვთქვი, ალბათ მთელ ეპოქაზე, მთელ სამყაროს ალბათ ერთ-ერთ საინტერესო პერიოდზე ჯაზზე. და ძალიან სიამოვნებს მე ის ფაქტი, რომ აი აბსოლუტურად დაუგეგმავად მოხდა ეს იმიტომ რომ ხა მე სულგად მოვიწვია მაია ბარათაშვილი და ოთარ ყოფონია. შენ თავისუფლად შეგეძლო აგერჩიანებისფერი სხვა სტილი. რა თქმა უნდა, რომელსაც ასევე არაჩვეულებრივად ასრულებ. მაგრამ დღეს მოხედი ჯაზით. და თან მოიყვანე არის არაჩვეულებრივი. კი, ნამდვილად დაგეთანხმებით. და ჩემის აზრით ძალიან ისეთ სასიამოვნო საუბარი, საინტერესო საუბარი გამოგვივა და რაც ყველაზე მთავარია დღეს ჩვენ მოვისმენ ძალიან ბევრ ლამაზ მუსიკალურ თემას. სვინგის ეპოქიდან, ბლუზის ეპოქიდან. კი, ნამდვილად გეთანხმებით, მე განზრახულად ავირჩიე ის კომპოზიციები, რაც დღეს უნდა წარმოვადგინო, მაგრამ აი ოთარი დამეხმარა ამაში განსხვავებული არანჟირებით, ანუ არატრადიციული მანერით იქნება ეს შესრულებული. არამედ მე ისიც გავითვალისწინე, რომ პირველი სტერეო მაინც ახალგაზრდების ტელევიზია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა არ უყურებს, მაგრამ მაინც ტენდენციურად ახალგაზრდები უყურებენ. რა თქმა უნდა, მე თინეიჯერები ვიგულისხმობ. ოკეი, და ჩავთვალე ასე ვთქვათ უფრო ასე ვთქვათ საჭიროდ და სასარგებლოთაც რომ მე აი ეს მუსიკა მომეტანა დღეს, იმიტომ რომ დაუშვათ რომ წარმომედგინა რუსული რომანსი. რუსული რომანსი არის მარგალიტი, რომელსაც ჭირდება ცოტა სხვა გარემო. მოგეხსენებათ ჯაზი, მაინც კლუბური მუსიკა, რა თქმა უნდა, ის გაკეთილშობილებულია, აგერ ოთარი დამეთანხმება, შემდეგ უკვე დღესდღეობით კამერული მუსიკის დონეზე არის აყვანილი, კლასიკური მუსიკის დონეზე არის აყვანილი, ჯაზის კონცერტები იმართება კარნეგი ჰოლში და სხვა დიდ დარბაზებში, მაგრამ მაინც მე ვიტყოდი რუსულ რომანს სპეციფიური მსმენელი ჭირდება, ამას ჭირდება ისევე როგორც ჯაზ პრინციპში, მაგრამ ჯაზის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, ვთქვათ, უფრო ხდება დღესდღეობით ვიდრე რუსული რომანსის, იმიტომ რომ რუსული კულტურა, სამწუხაროდ რუსულმა კულტურამ ამ ბოლო დროს გადაიწია მეორე პლანზე, იმიტომ რომ ამერიკულმა კულტურამ, ასე ვთქვათ, ამერიკული კულტურა აქტიურად შემოვიდა ჩვენს ახალია პრინციპში ჩვენთვის და თავისთავად ახლა ამ წლების განმავლობაში კი არა, საუკუნეების განმავლობაში ჩვენ და ახლა რუსულ კულტურასთან ძალიან ისეთი მჭიდრო კავშირი ჰქონდა. ეს იგრძნობოდა, რა თქმა უნდა, ქართულ კულტურაზე იქონია მათ გავლენა და ასევე ქართულმა კულტურამ ახლა არაჩვეულებრივი მუსიკალური მოდელები შექმნა საერთოდ რუსულ ფენომენში. რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ეს არის რაღაცა სხვა სპეციფიური მუსიკა, რომელიც სხვა გარემოში უნდა იქნას, ალბათ უფრო. ამისათვის ჩვენ ცალკე დროს ცალკე დროს დიდი სიამოვნებით, თუ კი ეს დააინტერესებს მაყურებელს, მე ალბათ სიამოვნებით. ნამდვილად დააინტერესებს მაყურებელს ყველაფერი ის, რაც კარგია, იმიტომ რომ ახლა თქვენს დამეთანხმებით იმაში, კარგი არასოდეს არ ყოფილა. ის დროს კი არ უძლებს, ანუ თვითონ ქმნის ამ დროს. აუცილებლად. ახლა დღეს რაც შესრულდება, აი ფაქტიურად, ხო, ეს ქმნის დროს, ეს ქმნის აი ამ განწყობილებას, ჩვენ ხედვას, ჩვენს ცხოვრების წამს, იმიტომ რომ მუსიკა ამ შემთხვევაში ხო მარტო ის არ არის, რაღაც ჩარტი მოусმინე და მორჩა. არა, ჩვენ დღეს საუბრობ ჯაზზე, ხო, ეს აბსოლუტურად სხვა რამეა. ხო, რა თქმა უნდა. ან ისეთ ვარიანტში შემოგთავაზებთ ახლა, რომელიც უფრო გათანამედროვებულია. ჩვენ მართალია წინასწარ არ მოვზადებულოთ, ეს მართლა ახლა ექსპრომტად იქნება მართლა. ინსტრუმენტი აძლევს ამის საშუალებას, რომ რაღაც თანამედროვე რითმზე დასვა, იგივე ის ტრადიციული თემები, რომელიც იყო უბრალოდ სტანდარტები, რაც თითქმის ყველა მიცის. ოთარ, თქვენ კიდევ საგანგებოდ ასე ცალკე მოგიწევთ, ჩვენ ვისაუბრებთ არა მარტო ამ ინსტრუმენტზე, დღეს ასე ვთქვათ, მაინც გვექნება მისი. არა, მე რას გულისხმობდი, რომ კიდევ სასაუბრო თემა ჩვენ ძალიან ბევრი გვექნება, ანუ გულისხმობ იმას, რომ ეხა ეთერში გავა სოლო ბიოგრაფია მაია ბარათაშვილის. დღეს წარმოვიდგინოთ, დღეს ასე ვთქვათ, მაიას დღე. თქვენთვის ცალკე იქნება.
ეთერშია სოლო თვითონ მეგობრებო, ეხლა სოლო ბიოგრაფია პირდაპირ ეთერში, ხოლო მის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ საუბარს და არა მარტო საუბარს, მოისმენთ აუცილებლად. მაია ბარათაშვილი დაიბადა თბილისში 1969 წლის 3 მარტს. სწავლობდა მე-16 მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს კლასში. სწავლის პარალელურად მაია რეგულარულად მონაწილეობდა სხვადასხვა კონცერტებში სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. პირველად სცენაზე 8 წლის ასაკში დადგა. უკვე მოგვიანებით ხელში ჩაუვარდა დაიან შურის ფირფიტები და ჯაზით მოიხიბლა. 1995 წელი. ეს ის პერიოდია, როდესაც მაიამ პირველად მოსინჯა შესაძლებლობები ჯაზურ მუსიკაში და მის შემდეგ მისი დამოკიდებულება ამ მუსიკალური მიმართულებისადმი მკვეთრად და გასაგებად განისაზღვრა. წლების მანძილზე მაია ბარათაშვილის სახელი ჟღერდა იქ, სადაც იმართებოდა ჯაზური მუსიკის საღამოები ან იმართებოდა ჯაზ ფესტივალები. 1996 წელს მაია იღებს წლის საუკეთესო მომღერალი ქალის წოდებას კონკურს ფესტივალზე მარგარიტა 96. შემდეგ იყო საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი მოსკოვში, ჯაზური ხმები 98, საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი თბილისში, საახალწლო ჯაზის საღამოები სტამბულში, რიგის და კაუნასის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალები და ასე შემდეგ. 2002 წელს მაია თბილისის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალზე საზოგადოების წინაშე იგორ ბრილის ტრიოსთან ერთად წარსდგა. ამავე წელს სოლო კონცერტი გამართა გერმანიის ქალაქ კარლსრუეში, სადაც პარტნიორობა ჰელმუტ ციმერის ტრიომ გაუწია. მაია შესანიშნავად ფლობს ინგლისურ ენას, რაც მის ვოკალურ მონაცემებთან ერთად ჯაზის მომღერლის საინტერესო და ორგანული პორტრეტის შექმნაში მონაწილეობს. ინგლისური ენის ცოდნა ეხმარებოდა მაიას თავის არამუსიკალურ კარიერაშიც. წლების მანძილზე ის სხვადასხვა უცხოურ თუ ქართულ ორგანიზაციებში მუშაობდა, ხან თარგმნელად, ხან რეფერენტად. ჯაზის გარდა მაია ბარათაშვილის მუსიკალურ კარიერაში განსხვავებული მიმართულებებით ჩნდება ხოლმე, რუსული რომანსების სახით. წელს ჩაიწერა დისკი, რომელიც მთლიანად რუსულ რომანსებს დაეთმო. შარშან მაია ბარათაშვილს სპეციალური ჯილდო ოქროს ნოტაც კი გადასცეს რუსული კულტურის საქართველოში პროპაგანდისთვის. პირველი ალბომი მაიამ 2002 წელს ჩაწერა. 2001 წელს კი გამოიცა კომპაქტი სახელწოდებით მაია ბარათაშვილი და იგორ ბრილი. მაიას ქართულენოვანი დუეტები კოლეგა ვარსკვლავებთან ერთად ყველასათვის ცნობილი და ჰიტებად ქცეული კომპოზიციებია. წელს თბილისში კვლავ გაიმართება ჯაზ ფესტივალი, სადაც მაია ორმაგ, წამყვანის და მომღერლის ამპლუაში წარდგება ფესტივალის აუდიტორიის წინაშე. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და ეს პირველი შეკითხვა, აი როგორ ათავსებთ, მაინც აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრებია. თან თავისი ფესვებით აქ რუსული რომანსი და ჯაზი მაინც ამერიკული ახლა რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ახლა აფრიკიდან მოდის ფესვები და ასე შემდეგ. ეს არის სულ ამერიკული ფენომენი, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში, ასე ვთქვათ, მთელ მსოფლიოს გაუზიარა და რასაუცრებაა, რომ თურმე ისეთი უნივერსალური ფორმა აღმოჩენილა ყველა ერისათვის, იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა ცივილიზებული ერი უკრავს ჯაზს. კი, ჯაზი ნამდვილად მაღალ ინტელექტუალურ მუსიკად ითვლება, ოთარი დამეთანხმება. საერთოდ მე ვთვლი, რომ ჯაზი არის ინსტრუმენტალისტების პრეროგატივა, იმიტომ რომ თავდაპირველად ინსტრუმენტალისტების ასე პრინციპში თუ კი ჩავყვებით ფესვებს, ეს ყველაფერი მოდის მისისიპის დელტადან, როდესაც საწოდავმა გლეხმა გულის ტკივილი, ასე ვთქვათ, ესე გადმოიტანა სიმღერაში და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვამბობ ხო ეს ბლუზი, მაგრამ ეს არის ეს აქედან დაიწყო 90 წლები და ახლობით 1900 წლები, მაგრამ მე ვამბობ აი უკვე სრულყოფილ ჯაზს, უკვე გაკეთილშობილებულ ჯაზს, არამედ იმ მუსიკას, რომელიც არა მარტო ზანგების მუსიკა, არამედ თეთრების მიერ უკვე გაკეთილშობილებულ მუსიკას. მე ვთვლი და ინსტრუმენტალისტები თვლიან, რომ ეს არის ინსტრუმენტალის პრეროგატივა, რატომ? იმიტომ რომ იმპროვიზაცია ახასიათებს ჯაზს, ანუ აზროვნების სრული თავისუფლება. იმპროვიზაცია, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, იყო თავდაპირველად ისევ და ისევ ინსტრუმენტალისტების უპირატესობა,
ну რა თქმა უნდა იმის გათვალისწინებით რომ ადამიანი ფლობდა ამა თუ იმ ინსტრუმენტს და ტექნიკას, მაგრამ აი როცა გამოჩნდა ელა ფიჯერალდი იქ უკვე დამთავრდა ამაზე ლაპარაკი, ის სხვათა შორის მონაწილეობდა ჯაზ ფესტივალზე მონაწილეობდა როგორც ინსტრუმენტალისტი და არა როგორც მოიხსენიებოდა არა როგორც ვოკალისტი. ну ელა იყო დედოფალი და ну არ შეიძლება იმას ვინმე საერთოდ შეედაროს. მაგრამ მიუხედავად ამისა მეც ესე ვთვლი. ნამდვილად ის იყო ერთი და განუმეორებელი, ну ეს ბანალური ფრაზებია. აი რამდენი სხვა ჯაზ მომღერლებს ამას ხო და მაგრამ იცით რა ჯაზი იმდენად დიდ თავისუფლებას აძლევს შემსრულებას რომ თუნდაც ბალადის შესრულების დროს მე ვთვლი რომ არ არის საჭირო ეს არის იმპროვიზაცია და არის სკეტი. შეიძლება არ იყოს არ მოითხოვოს სკეტი ამა თუ იმ კომპოზიციამ, მაგრამ იმპროვიზაცია, ანუ რაღაცა სპონტანურობა, ახლის შექმნა იქვე, ადგილზე ეს ბალადაშიც არის შესაძლებელი მეც მოდით, იმიტომ რომ ეს დაგვიწყდა. ახლა ჩვენ საუბრობ და ეგ სიტყვა სკეტი ახლა ტელემაყურებელთა, ну, გარკვეული პროცენტისათვის არის, ну, რაღაცა ჩინური იეროგლიფი, რომელსაც რომ წმიიდანოს სიტყვაზე ახლა ჩინურ რესტორანში და აჩვენოს მზარეულს რაც ნიშნავს ეს იმად შეიძლება იქნებ ჩვენ რაღაცნაირად ვაჩვენოთ აი და რაღაც პატარა მონაკვეთი ისე სპონტანურად აი სკეტი აი რა სკეტი არის cat არის ინგლისური სიტყვა რაც ნიშნავს უსიტყვოდ სიმღერას ანუ უტექსტოდ სიმღერას და არის ასე ვთქვათ ბგერების ერთობლიობა რომელიც ერთობლივად ვთქვათ აზრს არ ქმნის მაგრამ ქმნის მუსიკალურ რაღაც ერთგვარ მელოდიურ კარგას აი როგორც დაახლოებით ქართულში აი დაახლოებით ესე ხო დაახლოებით ანუ უსიტყვოდ სიმღერა ნუ ამას ძალიან დიდი ტექნიკა ჭირდება მე ნამდვილად არ ავიღებ ჩემ თავზე იმის ასე ვთქვათ სითამამეს რომ მე ვთქვა რომ მე ამას დაუფლებული ვარ მე ვთვლი რომ მე არ შემწყვება იმისი რომ მე ვთქვა რომ მე ახლა ვიწყებ იმიტომ რომ მთელი ცხოვრება სწავლობენ ამას აქ არის სამწუხაროდ საქართველოში ამის სკოლა არ არსებობს არ არის ამის სკოლა იცით სადაც შეიძლება ვთქვათ დახვეწო შენი ოსტატობა ნუ რითი რა უშუალოდ კასეტებით სმენით მოსმენით და ვთქვათ იმიტაციით ნუ დანარჩენი შენ უნდა გააკეთო აღმოჩენები შენ უნდა გააკეთო დასკვნები და აი ესე ჩვენ განვაგრძობთ საუბარს სარეკლამო პაუზის შემდეგ. ეთერშია სოლო. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და ნუ დადგა ფაქტიურად ის დრო, რომ შეგვიძლია წარვადგინოთ პირველი კომპოზიცია. Take the A train. Pash. Pash. F-ში, F. ესე იგი რითმი წამოვა ავტომატი და დანარჩენს როგორმე შევეცდებით რომ დავუყროთ. Okay.
take the hate train to go to sugar way up in the Harlem. Oh, 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 if you miss the hate train, well, you find you miss the quickest way to Harlem. Hey, hurry, get on, know it's coming. Well, listen to those rays drumming. Oh, boy, get on that ray train. You will be on sugar in the Harlem. I live, რასაც ქვია და unflagged და რაც ყველაზე მთავარია, ფაქტურად რეპეტიციის გარეშე. აბსოლუტურად რეპეტიციის გარეშე. ამას უფრო პროფესიონალიზმი აკეთებს. ამას უფრო პროფესიონალიზმი აკეთებს. როგორ არის, იცით, ჯაზში დაუშვათ თემა არის ცნობილი სტანდარტი, იცის მუსიკოსმა, იცის თქვა თუ ვოკალისტი არის, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც მონაწილეობს დაუშვათ, ხო. ეს თემა არის ცნობილი, იციან ჰარმონია და უკვე იქიდან გამომდინარე იცით რა, მე შევადარებდი აი ამ ცოცხალ შესრულებას, ხო შეიძლება რომ გამოვთქვა ჩემი აზრი ამის შესახებ. რაღაცა იცით, კარგად აწყობილ დიალოგს, აი ხომ მქონიათ ვთქვათ ესეთი შემთხვევა, მიდიხართ სადღაც წვეულებაზე და вот складывается разговор. იცით, აი ყველა თავისას იცი, пошёл разговор. ანუ თემა ვიღაცა აგდებს თემას და მე ყველა თავის აზრს ინტერპრეტაციას აძლევს. რა ხდება, რაღაც შეხება. და რაღაცა ერთ ალღაზე ხარ დაწყობილი, ეს აუცილებელია. თუ ერთ ალღაზე არ ხარ დაწყობილი, ეს რა თქმა უნდა, არაფერს კარგს არ მოიტანს. საუბარი და მithumetes მუსიკაზეა საუბარი. კი, როცა მუსიკაზეა საუბარი, სხვათა შორის ამას ერთად კითხულობდი მაკლაფლინის ინტერვიუს, იგი ჩამოდის თბილისში მოგეხსენებათ ჯაზ ფესტივალისთვის და ეს იძახის იცით I need to be provoked. მე მჭირდება პროვოკაცია, ანუ მჭირდება мотивация. ამიტომ მჭირდება ამისათვის მაღალი დონის მუსიკოსები, იმისათვის რომ ვეკონტაქტო, იმისათვის რომ დიალოგი ავაწყო. ხო, ანუ შენი შესაძლებლობები რომ მთლიანად გამოვხატო, ამისათვის მჭირდება შეძლების დაგვარად გააჩნია რა თემა არის, ვთქვათ. წარმოჩენის სასაუბრო თემაზე ლაპარაკობა არ აქვს მნიშვნელობა რა მელოდიური კარგა იქნება რა რიტმი იქნება მთავარია ერთ ტალღაზე და ერთ სიხშირეზე იყოს მაია ეხლა კლავს მსურს ჩვენ მაინც ინსტრუმენტალური მუსიკაზე ვსაუბრობთ მაინც მაკლაფლინი ასევე არაჩვეულებრივი ანუ ახლა ჩემთვისაც ერთ-ერთი კი არა ალბათ ნუ მასზე დიდი გიტარისტი მე პირადად არ მეგულებ და მაგრამ ეს ინსტრუმენტალური მუსიკა. ეხლა მსურს რომ ვისაუბროთ ცოტა ვოკალურ ჯაზზე, იმიტომ რომ მორიგი სიუჟეტი რაც გავა, ეს არის შენი სოლო შტაბეჭდილება, ანუ იმ პიროვნებაზე იქნება ის შტაბეჭდილება, ვინაც შენზე მოახდინა, ასე ვთქვათ, დიდი შტაბეჭდილება დატოვა. აქედან გამომდინარე, მე საერთოდ გამოყოფთი ვოკალურ ჯაზში კონკრეტულად საერთოდ ქალების ფენომენს. კი, რა თქმა უნდა. ქალების ფენომენს, აი ყველაზე საინტერესოა, ხო? ეხლა სხვადასხვა მიმართულება, ეხლა როკში მაგალითად, ქალები ზუსტად ისევე ფასობენ, როგორც სიტყვაზე მამაკაცები და ეხლა ჯენი ჟოპლინი არც ერთ სიტყვაზე შემსრულებელზე ნაკლები არ იყო, მაგრამ აი ვოკალურ ჯაზში საერთოდ აი ქალებს მე მგონი რაღაცნაირად განსაკუთრებული ადგილი აქვთ. ნამდვილად მე თქვენ მოდით ისტორიაში გადავინაცვლოთ, როდესაც პირველად ბლუზის ჩაწერა დაიწყეს ცნობილმა ხმისჩამწერმა კომპანიებმა ტენდენცია წამოვიდა ესეთი აი პირდაპირ მანია იყო obsession ქალების ჩაწერის ქალი მანდილოსანი მომღერლების რატომ იმიტომ რომ ბლუზში არის ბლუზ არის სევდა ტკივილი აი ტკივილი რაც ჩადებული იყო აი ამ მუსიკაში თავდაპირველად რატომღაც ქალი ახერხებდა აი ამ ტკივილის კარგად წამოჩენას და მაშინ იყო ბესი სმიტი ბილი ჰოლიდეი რა ვიცი კიდე
არაერთი ძალიან ბევრი ქალბატონი, რომელმაც დაიმკვიდრა სახელი იმ პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით. და ეხლა კი სოლო შთაბეჭდილება მაია ბარათაშვილი წარმოგიდგენს, ასე ვთქვათ, თავის ფეივორიტ შემსრულებელს. საქსოფონისტი ბობ მინცერი თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო მუსიკოსია. 1953 წლის 27 იანვარს ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ნიუ-როშელში დაბადებული მინცერი სცენაზე 70-იან წლებში გამოჩნდა. თავდაპირველად სხვადასხვა ცნობილ მუსიკოსებთან ერთად უკრავდა. 1978 წლიდან კი უკვე საკუთარი ჯგუფი ჩამოაყალიბა და დაუმეგობრდა იმ მომენტისთვის ახალგაზრდა, მაგრამ მოგვიანებით ლეგენდად ქცეულ მუსიკოსებს ჯაკო პასტორიუსს, მაიკ მაინიერის, ლუი ბელსონს და ბობ მოუზეს. 80-იან წლებში მინცერი ბიგ ბენდს აყალიბებს და რამდენიმე საინტერესო ალბომსაც უშვებს. 1991 წლიდან კი თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის Yellow Jackets-ის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მინცერი საქსოფონისტად ითვლება, მას ხშირად ვხედავთ ფლეიტით, კლარნეტით და სხვა ინსტრუმენტებით. მე ყოველთვის მიზიდავდა კულტურათა შორის არსებული განსხვავება და მსგავსება ამბობს მუსიკოსი და ეს მის შემოქმედებაშიც კარგად ჩანს. მას ჩაწერილი აქვს 11 ალბომი თავის ბიგ ბენდთან ერთად. აღებული აქვს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური პრიზი გრემი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის ამ ჯილდოს 8 გზის მფლობელია. რაც შეეხება ჯგუფ Yellow Jackets, აქ მინცერი 10 წლის განმავლობაში უკრავდა. 5 ალბომი გამოსცა და საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია. კოლექტივი პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი ჯაზ ფესტივალის უცვლელი მონაწილეა. ამჟამად მინცერი თავის ბიგ ბენდთან ერთად მოღვაწეობს და ასევე ნიუ-იორკის მანჰეტენის მუსიკალურ სკოლაში საქსოფონზე დაკვრას ასწავლის. პირველი ალბომი საკუთარი სახელით მინცერმა 1985 წელს გამოსცა. დისკის სახელწოდება იყო Incredible Journey და მას საკმაოდ არაერთგვაროვანი კრიტიკა შეხვდა. საბოლოო ჯამში ალბომს წარმატებულს ვერ დავარქმევთ. ნამდვილი აღიარება მინცერმა 1988 წელს მოიპოვა, როდესაც თავის ბიგ ბენდთან ერთად გამოსცა დისკი სახელწოდებით Spectrum. რენდი ბრეკერთან, პიტერ ერსკინთან და სხვა პოპულარულ მუსიკოსებთან ერთად ჩაწერილმა ალბომმა კრიტიკოსებისა და მუსიკის მოყვარულთა ერთნაირი მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ მინცერმა კიდევ 13 ალბომი გამოსცა თავისი სახელით, რომელთა შორის აღსანიშნავია One Music 1991 წელი და Quality Time 1998 წელი. დღეისათვის მინცერის ბოლო ნამუშევარია 2000 წელს გამოსული ალბომი How Much to Count Basie. და რა თქმა უნდა, კლავ ინსტრუმენტალისტი, ინსტრუმენტალური ჯაზი და მისი ერთ-ერთი ნამდვილად საუკეთესო წარმომადგენელი, იმიტომ რომ ჯაზი საერთოდ ვერ იტანს აი ამ საშუალო დონის მუსიკას. ისინი საერთოდ ფაქტიურად არც ჩანან. ახლა თუ სიტყვაზე როკი ან სხვა მიმდინარეობები, ასე ვთქვათ, კიდევ რაღაცნაირად იქ გააქვს შანსი გამოჩნდეს და რაღაცა შენითქვა, მაგრამ ჯაზს ეს არ აქვს, იგი რაღაც უფრო მკაცრი არის ამასთან დაკავშირებით, რომ ვირტუოზი უნდა იყოს ფაქტიურად. სხვა ჟანრებს იმდენი პროფესიონალიზმი ჩემ აზრად არ ჭირდება, ვიდრე ჯაზს, აი თუნდაც ახლა ეს მეტყველებს ისეთი ბენდი ყავს ბობ მინცერს, რომ აი ესეთი ტექნოლოგიების პერიოდშიც კი მან ესეთი ტრუკი იხმარა, ასე ვთქვათ, ერთ სტერეო მიკროფონში წრეში დააყენა მთელი ბენდი და ისე ჩაწერა. რა თქმა უნდა, რომ დასარტყამი ცალკე ოთახში და ბარაბანში კი და გიტარისტი და ბასისტი ესე ცალკე ღმა, მთელი დუხავი ბენდი, სასულე ბენდი, ერთ სტერეო მიკროფონზე წრეზე დააყენა და ჩაწერა და ფანტასტიკური, ესე როგორი მუსიკოსები უნდა ყავდეს. აბა ფანტასტიკური და ამით ერთგვაროვნებას მიაღწია ტემბრალურადაც, ვთქვათ, ჟღერადობის მხრივაც.
როგორც ადრე სულ არ იყო მიკროფონი და ბენდები მაინც უკრავდა ცოცხლად კონტრაბასი ისმოდა ცოცხლად კლუბებში არაფერიშკას რო ვეძახით არაფერი არ მონიტორები აი ამის მიღწევა უნდოდა და მიაღწია ყველაზე ფანტასტიკო და ერთი სტერეო მიკროფონით რა როგორი მუსიკოსები უნდა ყავდეს და რა პროფესიონალები უნდა ყავდეს ახლა ასე რომ თვითონ მინარი გასაგებია მაგრამ გვერდში უკაცრავად და ისე ვიღაც ხუთში რომ მოსული რა თქმა უნდა ჯაზი მაღალ ინტელექტუალური მუსიკაა და ამიტომ მე შეგეხმიანები ახლა ოთარ თუმცა ერთ ასე ვთქვათ დავამატებდი ერთ რამეს რომ ჩემი აზრით პროფესიონალიზმი მაინც ყველა ჟანრს სჭირდება ეს მუსიკა იქნება თუ მე ვფიქრობ რომ საშუალო ხელოვნებაში არ უნდა იყოს ან უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული გააჩნია კიდე რა მოთხოვნას უყენებ შენ თავს თუ შენ გავის მიმართ კრიტიკული ხარ მაღალ ასე ვთქვათ თუ გაქვს ესეთი მოთხოვნები შენი თავის მიმართ მაშინ ალბათ მუშაობ შენ თავზე და ვცდილობ რომ რაღაც ესეთი იყო იარკი ხო რა თქმა უნდა და ნუ ამას დამატებული რა თქმა უნდა ნიჭი პროფესიონალიზმს რაც შეეხება რა თქმა უნდა ჯაზში ეს ძალიან გამოკვეთილია იმიტომ რომ ჯაზში შენ გეძლება სიტყვის თქმის უფლება დამოუკიდებლად სოლო არის იგივე დიალოგში ვთქვათ გადმოგეცემა სიტყვა და შენ შეგიძლია წარმოადგინო თუ ის იმ სკივრიდან რაც შენ გაქვს და უშო დაგროვებული შენ თამამად თუ არა თამამად არ აქვს მნიშვნელობა ამას წარმოაჩენ ამიტომ ძალიან მომზადებული უნდა იყოს მუსიკოსი მე მაინც ბოდიშს მოვიხდი პროფესიონალი მუსიკოსების და ჯაზმენების წინაშე რატომ იცით იმიტომ რომ ხა ჩემი მხრიდან აი ესე თამამად და ესე რადიკალურად რაღაცა შეიძლება არ არის ლამაზი ამაზე ლაპარაკი მაგრამ მე ვიცი იცით რა იმიტომ რომ როგორ გითხრათ ახლა სორსი ძახი ყველაფერს მე დავამთავრებ ახლა ჩემ აზრს მართალს ვიძახი ესე უნდა იყოს შეიძლება ვიღაცამ მითხრას რომ აბა ერთი დაუშვათ შენ როგორ გაქვს საქმე ამ ხრივ მაგრამ ნორმალურად მოდით ასე ვთქვათ ნორმალურად უბრალოდ არ მე ყოველთვის იცით როცა ვლაპარაკობ ამა თუ იმ თემაზე აუცილებლად თვალწინ მიდგას აი ეს მაღალი პროფესიონალები თუნდაც საქართველოში ყავს ნამდვილად მუსიკოსები ინსტრუმენტალისტები ვინც მართლა პროფესიონალები არიან თავისი საქმის ერთ-ერთი წარმომადგენელი აქ ყავს და კიდევ ბევრი ვინც უყურებს დაუშვათ ვინც უყურებს ამ გადაცემას იცით რა აი იქ თქვენს რომ მაიამ ენა იცისო კარგათო კი ნამდვილად ვიცი მაგრამ ყოველთვის როცა ვფიქრობ და უშოთ აი ვიცი თუ არა ენა ყოველთვის გელა ჩარკვიანი მომდის ხოლმე გელა მახსენდება და ნუ იცით რა ეს კორიფეა და თქვა ძალიან მაღალი პლანკაა ხო აი მე ამას ვიძახი მაგრამ თავისთავად მე რასაც ვამბობ რომ ამას სჭირდება მაღალი ინტელექტი ამას სჭირდება ტექნიკა ამას სჭირდება ძალიან დიდი მომზადება ეს ფაქტია ეს ფაქტია და აი სხვათა შორის სიუჟეტის ყურებისას ჩვენ კლავ დაუბრუნდით იმ თემას, ასე ვქვია, ვოკალური ჯაზი და რაღაც მე ვფიქრობდი, რატომღაც მე უცებ გამახსენე, მე რატომღაც პრინციპში ველოდებოდი, რომ იქნებოდა ვოკალური ჯაზის, რომელიმე იგივე ელა ფიჯერალდი ან სარა ვონი და უცებ ბონმინცერი. და რატომღაც კასანდრა ვილსონი გამახსენდა თანამედროვე ძალიან, ნუ არაჩვეულებრივი ვოკალისტი და რა თქმა უნდა რეიჩელ ფარელ. ნუ ეს ჩვენ მათზე ვისაუბრებთ, მაგრამ საუბარს ჯობია კვლავ მუსიკას დაუბრუნდეთ და ეხლა რა შევასრულებთ? ძალიან ცნობილ თემას, ძალიან ბანალურ თემას, მაგრამ ყოველთვის ეს თემა ყოველთვის არჩება კლასიკად. გერშვინის სამოთა, მე იმიტომ ავარჩიე ეს თემა, რომ თქვა ცნობილია. იმ მაყურებელისთვის თანამედროვე რიტმში რა თქმა უნდა.
ფაქტიურად აი მარტო ის რომ დაეწერა ჯორჯი გეფტინს აბსოლუტურად საკვეთს. რამხელა კომპლიმენტები. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ კიდევ გველოდაო კიდევ ორი კომპოზიცია წინ, მაგრამ მანამდე მაქვს აი ესეთი შეკითხვა, აი ადრე აი პოსტსაბჭო სივრცეში საკმაოდ ბევრი თუ არა რაღაცა ფესტივალები იყო, მოძრაობა იყო, ინფორმაცია იყო, ასე ვთქვათ, ჩამოდიოდნენ, თქვენ ჩადიოდით და რაღაც ურთიერთობა არსებობდა.
ჯაზის ინფორმაციას იცვლებოდა, აგერ არჩეულებრივი ინსტრუმენტალისტები იგივე სომხეთიდან, მშვენიერი ბენდები ყავდათ იგივე აზერბაიჯანელებსაც დღემდე კარგად უკრავენ ტრადიციულ ჯაზს, არ ღალატობენ, არჩეულებრივი კლუბები აქვს იგივე მოსკოვში. აი დღეს რა სიტუაციაა, იმიტომ რომ აი ახლა შენ გიწევდა საკმაოდ ბევრი გიმოგზაურია. აი დღეს რა ხდება? დღეს ხდება შემდეგი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც არ არის ძალიან დიდი, მაგრამ არც ისე მცირეა, რომ ვერ გამოვთქვა ჩემი აზრი. იცით რა, ჯაზი გასცა იმ ჩარჩოებს, რა ჩარჩოებითაც ჩვენ მიჩვეული ვიყავით, რომ აღვექვა ეს მუსიკა. ჯაზი შეიძლება იყოს დაწყებული ტრადიციიდან, ახლა მაგალითად რიგაში მოვისმინე მუსიკოსები, რომლებიც ნამდვილად არ უკრავდნენ ჯაზს, მაგრამ ეს მათი მუსიკა ახლოს იყო კამერულ მუსიკასთან, მაგრამ ჯაზ ფესტივალზე ისინი იღებდნენ მონაწილეობას. ანუ ფესტივალებზე ახლა იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა მიმართულების მუსიკოსები. სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის მესვეურები წარმომადგენლები და მაგრამ მე იცით რა მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის სიამოვნებდა აი ესეთ სიტუაციაში, ვთქვათ, აი ნამდვილი ჯაზის, ნამდვილი სვინგის, აი სინკოპირებული, ასე ვთქვათ, მუსიკის მოსმენა, good old jazz, რასაც ქვია. ყოველთვის სიამოვნებდა ბიბოპის მოსმენა, ვთქვათ, ესეთ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ეს მუსიკა, მათ მიერ წარმოდგენილი მუსიკა არ იყო, ვთქვათ, უინტერესო, მაგრამ აი იმ კუთხით, რა კუთხითაც ჩვენი საზოგადოება აღიქვავს ჯაზს, ნამდვილად ვერ დავარქმევდით იმ მუსიკას არანაირად. ანუ სპექტრი გაიზარდა, უფრო ფართო სპექტრით არიან მუსიკოსებიც წარმოდგენილი და რა თქმა უნდა ის მუსიკა, რომელსაც ისინი ასრულებენ. მაია, აი შენ თქვი, ბიბოპიც მიყვარს, იქ ბუგი-ბუგის ერეულ გარნერის პერიოდი შეგვიძლია გავხსენო და ძალიან ბევრი, მაგრამ აი ძირითადად მაინც აი უფრო რომელი პერიოდის ჯაზია შენთვის, ასე ვთქვათ, აი ყველაზე დიდ სიამოვნებას. აი ცით რა ძალიან დიდი სიამოვნებით ვუსმენ ოსკარ პიტერსონს, ყოველთვის და მის ტრიოს. დიდი სიამოვნებით ვუსმენ იგივე ეროლ გარნერს. მე ფაქტიურად პირველი ჩემთან ჯაზთან შეხება მოხდა ეროლ გარნერის ჩანაწერი ვიშოვე და ჩემთვის ეს იყო დიდი აღმოჩენა. მე ვიყავი მაშინ 13-14 წლის. და იყო ძალიან დიდი აღმოჩენა და პლუს ამას დამატებული ისიც რომ როდესაც მითხეს რომ ეროლ გარნერი ჩანაწერს აკეთებს ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე, აბსოლუტურად რეპეტიციის გარეშე, ძალიან მიყვარს იცით რა არის, მე თქვენი შეკითხვა როგორ რას გავს იცით, აი დაუშვათ რომელი მწერალი მოგწონს. იმდენად ბევრია კარგი მწერალი, კარგი წიგნი, იმდენად ძალიან ისეთია, მე ზუსტად აი გაიზულე თქვენ რომ ჩამოგეთვალათ, ზუსტად ეს პერიოდები, ახლა ვინც არ იცის ის გაიგებს. ტრადიციული ჯაზი, ნამდვილი ტრადიციული ჯაზი ჩვენთან უფრო ახლოს არის. თავისთავად, ეს ფრი ჯაზი. მაგრამ კი ბატონო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამედროვე ჯაზი არის. თავისთავად მესმის, მაგრამ აი იგივე მსურს კითხო ახლა ოთარს. აი მაგალითად ოთარ, აი შენთვის მაგალითად შენ ინსტრუმენტალისტი ხარ. რა თქმა უნდა, ინსტრუმენტალისტი ხარ, შენ ფლოპ ინსტრუმენტს, მით უმეტეს შენს ინსტრუმენტს, აი ამ ძალიან გიგანტურ, ასე ვთქვათ, მანქანას, საკმაოდ ისე ძლიერ მანქანას, აქ აბსოლუტურად ყველანაირი შესაძლებლობა. მე კითხე მაგალითად არანჟირებში კი ვარ ახლა ამ ბოლო წლები. ხა მე ჩემს აზრით არანჟმენი არ შეიძლება, კარგი არანჟმენი არ შეიძლება იყოს ცუდი ინსტრუმენტი. ეს გამორიცხულია, როგორ, ნუ რანაირად. ცუდი მუსიკოსი. ხო, ნუ წარმოუდგენელია. აი სიტყვაზე კიდევ ცუდი კომპოზიტორი შეიძლება წარმოიდგინონ და მე და დანარჩენ სიტყვაზე სხვები მას იზარენ, მაგრამ არანჟმენი ეს ყველაზე მთავარია, ერთ-ერთი მთავარია და დღევანდელი კომპოზიტორებიდან გამომდინარე კი. დღევანდელი კომპოზიტორებიდან გამომდინარე კი. ეს უკვე პრობლემას მივადგეთ. კარგი, მაშინ მაინც აი ჟღერადობა. აი მე მაგალითად ნუ ჰამონდის თავისთავად ხმა მომწონს, აი ჯიმი სმიტი რასაც უკრავდა და რასაც ხო, ჯაზ ფესტივალი, 86-ში არაჩვეულებრივი ჯაზ ფესტივალი. ბოლო იყო ჯიმი სმიტის. ბევრია კარგი, ახლა ყველაზე უფრო რამაც არ მქონდა მოსმენილი ხენგოკის ბოლო კონცერტი რომ ნახე. იქ ორი კლავიში თვითონ ერთი მეორე კლავიში
ქალი ყავდა დასარტყმა ინსტრუმენტზე. ფოტოჟურის ეს იყო ძალიან თან იმიტომ კი არა რომ ქალი ადეთ უკი აქვს იმაში ჩადებული რომ ქალი არა ეს ქალი უკრავს სერიოზულად ძალიან გოგო. და პერკუსიონისტის მაგივრად რაც აღსანიშნავია იჟდა DJ. და სულ სხვანაირი აი ახალი ჟღერადობა რაღაცა სულ სხვანაირი ესეთ მუსიკაში სულ სხვანაირი ჟღერადობა. DJ სოლოები ხონდა ამ DJ-სთან. ისე კი არის და რაღაცებს კი არ აწვებოდა. ეს ხენკოკის ალბომია. ხო? სოლო კონცერტი ლაივი. შარშანდელი, ხო. შარშანდელი ესე იგი ძალიან ახალი ჟღერადობა დამოთორე. ძველი ჟღერადობებს რაჯობია თუნდაც იგივე სპირიჩუელსებიდან რო დაიწყო. თავისი ამონდებიან. მე აკუსტიკური ჯაზი მომწონდა ყოველთვის. ხო, აკუსტიკური. განსაკუთრებით აი გიტარა მაგ. აი ხა მაშინ უცბად. აქ არის რაღაცა ზაგატოვკები. პროსტა და უცბად აგიკრიფო ერთ კვადრატ. ხო, ერთ კვადრატ. და იმას გადავამრავლებ swings რამეს რა. აი როგორ წავიდა წინ ტექნოლოგია. დაშვებით პლუს ვაგეთებ ბას უცბად. აი ესე ხდება მეგობრებო დღეს. აი თუნე რომ მე მინდა გითხრათ, მე გამოვიყენებ აი ამ უცბად მივაწერება. არა, ესე არ ხდება სხვადასხვა წესერი ფონოგრამის ჩაწერას თითქმის ერთი თვე უნდები ხოლმე. ერთ დღეში არ გეთება, არც არასოდეს მე ლუპებს და რაღაცებს არ ხმაო. არა ნუ ეხლა ეხა ბაგონო როიალს დავაყენე. ბაზა გვაქვს. ოთარიკო, რომელ დონალობაში შვედი? სოლი. ოკეი. Like nobody cares. Well, he made me in the corner. It was pouring rain. He said he made me in the corner. It was pouring rain. He told me, "Come on, baby, and tell me what's your name." While I say, "Dee-doos, Dee-doos is my name." While I say Dee-doos, Dee-doos is my name. Well, I don't know how to love him, but I might be glad I can. Ba-doo-doo-doo-doo-doo-doo-doo. Ba-boo-ba-ba-boo-doo. You know, well, baby,
come back, baby, come back. 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 You that I hear the telephone. Well, he told me, come on, baby, 'cause I feel all alone. You. ესე იქნება. აი ესე სპონტანურად. აი ესე სპონტანურად. კი. არაჩვეულებრივი. აუცილებლად პირდაპირ ისეთი ინსტრუმენტია. ნამდვილად. და რაც ყველაზე მთავარი არა ეს თქვენს კარგად იცით რომ არაჩვეულებრივი იყო, იმიტომ რომ არ არსებობს. შენ რომ არ მოგწონდეს, მაშინ არ შეასრულებ, ხო? უპირველეს ყოვლისა, ყველაზე სასიამოვნო რა არის მუსიკაში? უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სიამოვნებს შენ ატარებ აი ამ მუხტს და თავისთავად, ნუ არაჩვეულებრივი იყო. არაჩვეულებრივი, ბრავო. ნუ ფაქტობრივად დასასრულს უახლოვდება ჩვენი პროგრამა. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი კომპოზიცია მომზადებული და თავისთავად მე მაქვს შკვალ, ასე ვთქვათ, მადლობების მომზადებული თქვენთვის. ძალიან დიდი მადლობა მაიამ, რომ მომზადით და ესე გაგვიზიარეთ აი მთელი ჯაზის ეპოქა გვაჩუქეთ. რა თქმა უნდა, მით უმეტეს აი ამ ცოტა არ იყოს იმ ვაკუუმში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ არსებობენ ზუსტად ჩვენთან არაჩვეულებრივი მუსიკოსები, იქნება ეს ვოკალისტები, ინსტრუმენტალისტები, უბრალოდ ამას სჭირდება რაღაც მხარდაჭერა, ნუ მასმედიის მხრიდან. თავისთავად პუბლიკამ მოვა. იმიტომ რომ ჯაზი ყოველთვის პოპულარული იყო ჩვენ ქალაქში. ძალიან პოპულარული იყო და თავისთავად მოვა ის დროც, რომ რაღაც სივსები გაჩნდება, ისე კლუბები და იქნება cool jazz თუ რაც დაიგრება, ყოველ შემთხვევაში ეს იქნება ისეთი ნამდვილი და სუფთა. ძალიან დიდი მადლობა ოთარ და ბოლოს რა შეგისურვებთ? ბოლოს ძალიან ცნობილ თემას, ასევე ეს არ არის ჯაზური თემა, ეს არის ოდა იმ ქვეყანას, საიდანაც წამოვიდა ეს მუსიკა, ოდა ამერიკას. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის. ხშირად ეშლებათ ეს თემა ამერიკის გიმნში, მაგრამ ჟღერს როგორც ამერიკის გიმნი, იმიტომ რომ სიტყვებია ისეთი, მაგრამ ეს არ არის ამერიკის გიმნი, თუმცა მოიაზრება როგორც ოდა. ხო, როგორც მრავალჟანრიერი ახლა მაგალითად. და სხვათა შორის, აი მე ვსარგებლობ შემთხვევით, ოთარ იქნებ შენს დამეხმარო, ან აი სიტყვაზე ტელემახურებლები, ვოვა მოგელაძეს მე ვერაფრით ვერ დავკავშირდი, არდა სურს რომ ერთი გადაცემა ჩვენ დავუთმოთ ბლუზს. და ბლუზ მით უმეტეს ძალიან კარგი იქნება და რა თქმა უნდა, აქედან შეგვაგება ერთ რაღაც საინტერესო პროექტი ვოვასთან და ნახავ უცებ. ხო, იქნებ რაღაცნაირად მოახერხო და ერთი ბლუზ საღამო გავაკეთო. ძალიან კარგი. Talking blues, დღეს ყავდა talking jazz, მაგალითად. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. და მომავალ შეხვედრამდე ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით. აუცილებლად მადლობა ყველას. მე კი გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით. Adios. Okay. So beautiful, so spacious sky, for amber waves of gray, for purple mountains, majesty of America, God made
shed on me. So for brotherhood, from sea to shining sea. Oh, beautiful, so privileged, for liberating strife. For those who mourn themselves to their country love. And mercy more than life. America, America, God may you glorify. To all success, in nobleness, and every great divine, so beautiful, so spacious, forever waves of grace, for perfect from sea to shining sea. Oh, America, ooh, from sea